დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები, აღგვესრულებინა სამთო ლიტურგია და ვზიარებულიყავით ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა, ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. საოცარი დღეები დაიწყო და ამავე დროს დიდად გულისხმის საყოფელი. დღეს უკვე ვართ ზაქეს კვირაში და ვიწყებთ დიდი მარხვისთვის მზადებას. შემდეგი კვირა უკვე არის მეზვერე და ფარისეულის კვირა. ეკლესია გვამზადებს გარკვეული გზისათვის. მინდა გითხრათ, როგორც ადრე მithქვამს და დღესაც გიმეორებთ. იწყება თუ არა მარხვა, იწყებ თუ არა ადამიანი გარკვეულწილად მობილიზებას ძალებისა, რომ სწორ გზაზე, ანუ მაგისტრალურ გზაზე იარო, რასაც ცხონების და სასუფეველის გზა ქვია, ამ დროს წუთისოფელი და მისი სულისკვეთება ყოველთვის ცდილობს, რომ ადამიანი ამ გზიდან გადაიყვანოს. აქ ბევრი საჭირო რაღაცებს მოიყვანს, უამრავ საჭირო რამეს მოიყვანს, რომ ადამიანი ოღონდაც უყურადღებო დარჩეს საკუთარი სულისა და საკუთარი სულის მდგომარეობისა. ოღონდაც დარჩეს უყურადღებო მარადიული ცხოვრებაზე ფიქრისა და ქრისტესთან ერთად ყოფნის სურვილისა. ამიტომ იყავით ყურადღებით, იცით თქვენ ეს გამოცდილებითად, მაგრამ ახლა მეტად უფრო რთულ პერიოდს გავდივართ, როგორც ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა, ასევე ზოგადად თითოეული ადამიანი, რომელიც ქრისტესკენ მიდის. ვისაუბროთ ცირეოდენი მეზვერე ზაქეს შესახებ და მის თავს გადავხდარ ამბის შესახებ, თუ როგორ შეეხო მას ღმერთი. უფალი ყველა ადამიანს გარკვეულწილად, ყველა ადამიანის გულის კართან დგას და ყველა ადამიანს ეხება. მაგრამ ეს შეხება ზოგისთვის სიხარულის, ზოგისთვის სიმშვიდის, ზოგისთვის თამდაბლობის, მორჩილების, სინანულის შეხება არის, მაგრამ ზოგისთვის ტანჯვისა. ტანჯვის არა პირდაპირი გაგებით, რომ ღმერთს ვინმეს ტანჯვა უნდა, არამედ გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანი ისეთ მდგომარეობაში არის თვითონ და ისეთი ღირებულებები და ფასეულობები არის მასში, რომ ღმერთი შეეხება თუ არა მას და ღმერთის შეხება კი ნიშნავს ქრისტესკენ შემოbrunებას და წასვლას, აი ეს შემოbrunება, როდესაც ადამიანს უნდა რომ შემოbrunდეს, ეს ძალიან მტკივნეულია მისთვის. როგორადაც ხშირად გინახავთ, ხელი როა მოგივარდება ადამიანს და სხვა მიმართულებით არის, ხვდები რომ ეს ხელი, ანუ უმოქმედოა, ვერაფერში ვერ იყენებ, მაგრამ ექიმთან მიხვალ თუ არა, ხშირად იციან ხოლმე, ცოტა მწარე არის, მაგრამ ხან დაკაჩავენ, ხან უცებ, ისე იგი ხისტი მოძრაობით გადაწევენ გვერდზე, ჩასვავენ ისევ თავის ადგილას, გეტკინება ძალიან ეს პროცესი, როდესაც ჩაჯდება ეს პროცესი, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ ხელი დაუბრუნდა ისევ თავის მდგომარეობას და მისი გამოყენება შესაძლებელია. ასევე არის ადამიანის სული. თუ კი ადამიანს ღმერთი ეხება, მაშინ აუცილებლად მასში არსებული ეს ღირებულებები და ფასეულობები თუ ღვთის გარეშე არის და ქრისტეს გარეშე არის, მაშინ მისთვის მოკლედ მტკივნეული ხდება ეს ყველაფერი. და აი ფრაზა „დამოვიდა ძეკაცისა მოძიება და ცხოვნებად წარწყმე დულისა“. ანუ ნახეთ, არსებობს ორი შეხება, როგორც გითხარით. საღვთო სამართალმა შეაფასა, რომ ზაქე მეზვერე წარწყმედული იყო, მაგრამ ამავე დროს ღვთის მოწყალებამ ის გამოიხსნა და სასუფეველის გზაზე დააყენა. ამიტომ ის, რომ ადამიანთან ღმერთი, როდესაც ეხება, მისი შეხება სამართლიანი არის და ხშირად ადამიანში იწვევს ტკივილს, მაგრამ ამავე დროს სიმართლესთან ერთად, სამართლიანობასთან ერთად ღმერთი ეხება ადამიანს თავისი მოწყალებით და კურნავს ადამიანის სულისკვეთებას. მე
ამასწინათ მოვისმინე და დღეს მე თქვენც მინდა გითხრა და გკითხოთ. თუ გიფიქრიათ იმაზე, რატომ არ მისცა ღმერთმა უფლება ადამიანებს, რომ კაინზე შური ეძიათ. ანუ კაინმა ხომ მკვლელობა ჩაიდინა. რატომ არ მისცა ღმერთმა უფლება, რომ კაინზე შური ეძიათ? რატომ იძახის მაცხოვარი, როდესაც პილატე ეკითხება, რომ შენ ხარ მეუფე ურიათა და ეუნება, ჩემი მეუფება აქაური არ არის. თორე ჩემი მეუფება რო აქაური იყოს, ეხლა ჩემი მსახურები ბრძოლებდნენ იმისთვის, რომ მე გამოვეხსენი. გახსოვდეთ ესეთი რამ, დაცემული სამყარო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ქრისტიანო ადამიანები. არასოდეს სარეძებოს მასში სამართალი. აქ სამართალი, საღვთო სამართალი არასოდეს არ იქნება. ან უფალმა იცის, რომ აქ ამ წუთის სოფელში სამართლიანობა, რასაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში მივდებთ ხოლმე, აი წეღან გითხარით კიდე რომ, ანუ გზისდან რომ გადაგიყვანონ ადამიანებმა ხშირად გაბრძოლებენ გაურკვეველ სამართლისთვის და სიმართლისთვის. ეს ჯერ არავინ არ იცის რა სიმართლეა ეს. ხანამ სიმართლეს გთავაზობენ, ხანი სიმართლეს გთავაზობენ და გეუბნებიან, რომ ეს არის სიმართლე და ამ სიმართლისთვის უნდა იბრძოლო. ამიტომ გახსოვდეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. უფალი სამართლის აღსრულებას კაინზე იმიტომ იძახის, უარს კაინისათვის, იმიტომ რომ ამ წუთის სოფელში, რომელიც ბოროტსაზე დგას, სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანად ცხოვრება შეუძლებელი არის. და ნახეთ როგორი რაღაცა არის. რითია შესაძლებელი ცხოვრება? შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მოწყალებით. ღმერთის მოწყალებით არის მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრება შესაძლებელი. აი ზაქე მეზვერე სამართლიდან გამომდინარე სწორად იქცეოდა. ის თანამშრომელი იყო. ის ფულს ახდევინებდა ადამიანებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. დაპყრობილი, ყოველთვის დაპყრობილისგან იღებდა ხარკს. ერთი მისი დანაშაული ის იყო, რომ თავისი ერისგან იღებდა ამ ხარკს. სამართლიანი იყო ეს ყველაფერი, რასაც აკეთებდა, მაგრამ რა ხდება ზაქე მეზვერეში? რაღაცა შინაგანი კარგად ყოფნა არ არის. ამიტომ ძალიან გთხოვთ პირველი ნაწილი, რასაც მინდა მიაქციოთ ყურადღება, ადამიანებთან ურთიერთობაში არ ეძებოთ სამართალი. თქვენს ოჯახის წევრებთანაც კი სამართლით და სიმართლით არ ურთიერთობოთ, იურთიერთობეთ მხოლოდ და მხოლოდ მოწყალებით და სიყვარულით. მხოლოდ და მხოლოდ მოწყალებით და სიყვარულით არის შესაძლებელი ნებისმიერი ურთიერთობის გადარჩენა, იმიტომ რომ მოწყალებაში და სიყვარულში არის ადამიანის პატიება, ადამიანის გაგება, ადამიანის მდგომარეობაში შესვლა, ფიქრი რატომ გააკეთა ადამიანმა ეს, იქნებ რა გარემოება იყო მის გარშემო, მაგრამ ამ წუთის სოფლისეული სამართალი და სიმართლე და კანონი, რომელიც მოკლედ ზოგ შემთხვევაში არის ისე უხეშად ერევა ადამიანის ცხოვრებაშიც და ადამიანის ოჯახურ ცხოვრებაშიც კი, გახსოვდეთ ესეთი რამ, სამართალი ყოველთვის არის მიკერძოებული, იმიტომ რომ ეს არის ადამიანური მოვლენა, მაგრამ საღვთო მოვლენა, რომელზე ზედა დგას უფრო მეტად, ეს არის მოწყალება და სიყვარული. გახსოვთ მაცხოვარი ძახის წყალობა ნებავს და არა მსხვერპლი. ანუ მოწყალებით არის ქრისტიანი ადამიანი უნდა მოწყალებით მოქმედებდეს და არა მოკლედ ეძებდეს ამ ქვეყნიურ ამ წუთის სოფლიოს სამართალს. ამიტომ იძახის უფალი, აბა გაიხსენეთ, როგორც მოექცევით ადამიანებს, ისე მოგექცევით მეც. შენ იტყვი რომ სამართლით უნდა მოვექცე ვიღაცას, ეხლა ეს ადამიანი იმსახურებს ამას, ავტომატურად იფიქრე, იცოდე, რომ ის რაც შენ დანაშაული გაქვს და არავინ უდანაშაულო და უცოდელი არ არის, რაღაც შენს გულში არავინ იცის რა ხდება, ნუ გონია რომ ეს ღმერთმაც არ იცის. და რაცამ შენ ვინმეს მიმართ სამართლიანად იწყებ მოქმედებას, უფალი გეუბნება, კარგი, ასე გინდა ურთიერთობა, მაშინ მეც სამართლიანი ვიქნები შენს წინაშე და შენს მიმართ. და მოდი ვნახოთ მაშინ, შენი სამართლიანობა უფრო მწარე იქნება, თუ ჩემი სამართლიანობა უფრო მწარე იქნება, იმიტომ რომ შენი სამართლიანობა არის აქაური, წამიერი, მოკლე, ხანმოკლე, მაგრამ ჩემი სამართალი, თუ კი მე შენ სიმართლით მოგიდგები, ეს სამართალი იქნება მარადიული და აი ამაზე ეფრემ ასური იძახის საოცარ სიტყვებს, იცით თქვენ,
ეფრემ ასურს ერთი დიდი ისე იგი მიძღვნილი აქვს ერთი დიდი ნაშრომი და საუბრები სინანულის შესახებ, რომელიც აუდიო ჩანაწერი ჩვენ გავაკეთეთ და არის ჩვენს გვერდზე და იმაში YouTube გვერდზე დევს, კიდევ კარგად წაიკითხეთ ამ არხვის განმავლობაში და რას იძახის ეფრემ ასური? თუ კი ღმერთი ჩემს მიმართ სამართლიანი იქნება, მაშინ მე დავიღუპები. ეფრემ ასური იძახის. ადამიანი, რომელსაც საოცარი სულიერი შინაგანი სამყარო ჰქონდა, რომელიც იმდენად ახლო იყო ღმერთთან, რომ ეს არის ყველასათვის თვალსაჩინო, ეკლესიისათვის თვალსაჩინო არის. მაგრამ იგივე ეფრემ ასური იძახის, უფალი, თუ ჩემს მიმართ იქნება სამართლიანი, მაშინ უნდა ვიცოდე, რომ მე დაღუპული ვარ, მე ვერ გამმართლდები. და აგრძელებს ამას, და ამიტომაც რომ ღმერთი სამართლიანობასთან ერთად არის მოწყალება და სიყვარული, ამიტომ მე იმედი მაქვს იმისა, რომ ღმერთი თავის სამსჯავროზე შემიწყალებს მე. ამიტომაც ძალიან გთხოვთ ყველას. დღეს ეს მარხვის პერიოდში შევდივარ და სიმართლემ და ამ წუთისოფლიურმა სამართალმა გახისტება იცის ადამიანის გულისა. ადამიანის გულის ოგეზალ მობიერებას აკლებს. ადამიანი უყურებს ესე სიმართლის კატეგორიებში უყურებს და ოჯახში, სამეგობროში, გარშემომყოფებში და მას გონია, რომ ეს სიმართლე, რომელიც მის თავში არის, თუნდაც წმინდა წერილის გარკვეული იმებით, ესე რომ ვთქვათ, მუხლებით, ისე იგი გამაგრებული, უნდა გახსოვდეს. გულში ჩაიხედე. თუ შენი გული ეხლა სამართლის გამო და სიმართლის გამო ეურთიერთობება ადამიანს, გახსოვდეს შენ, რომ ახლა შენ არ დგეხარ ქრისტეს გზაზე. იმიტომ ქრისტე შენს წინაშე და შენს მიმართ იქნება სამართლიანი და მაშინ თუ შენს მიმართ სამართლიანი იქნება, ძალიან ცოტა ხანში შენ ძალიან მაგრად წაიქცევი. შენ ისე წაიქცევი, რომ ადგომასაც ვერ მოახერხო შეიძლება. შენ ისე შერცხვები შენი ცხოვრებით იმათ წინაშე, ვის მიმართაც შენ სამართლიანობას ავლენ, საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ, მეგობრების, ახლობების მიმართ, ისე წაიქცევი, რომ იტყვი ადამიანი, რომ ღმერთო, აი ახლა მჭირდება შეწყალება. აი ახლა მჭირდება მოწყალება და სიყვარული და მიხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ღმერთი არის მოწყალე და მოსიყვარული. მაგრამ როცა შენ გინდა, როცა რაღაცა შემთხვევაში, ადამიანთან ურთიერთობაში ან ვიღაცასთან ურთიერთობაში, მეგობრებთან, როგორ გინდა, რომ სამართლიანი იყო, შენი სიტყვით, შენი პათოსით, შენი გული როგორი სამართლიანია და უცებ წაიქცევი თუ არა, შენ იმ წუთში, იმ ადამიანის გვერდით წაიქცევი და მაშინ მოულბება შენი გული, მაშინ დაიწყებს ადამიანი, ღმერთო, მოკლედ, ისე იგი შემიწყალე და მოკლედ სიყვარული იყავი ჩემთვის და მოსიყვარული იყავი ჩემთვის. აი, ასეთ მდგომარეობაშია ზაქე მეზვერე. ზაქე მეზვერე როგორია? ზაქე მეზვერეს პირველი ნაწილი ის სამართლიანი არის. ადამიანებს არა მხოლოდ კანონის მიხედვით ართმევს რაღაცებს, უკანონოთაც ართმევს რაღაცებს. ანუ ზედმეტსაც ართმევს ვიღაცას, იმიტომ რომ თვითონაც ხო უნდა რომ გამდიდრდეს. სიმართლით მოქმედებს. ეს სიმართლე არის ისე იგი მათ სახელმწიფოში არსებული კანონები. ეს კანონია, რასაც ისაკეთებს, მაგრამ ნახეთ, შინაგანად გძნობს ამ ვითომ ჭყალებში სამართლიანობის არასრულყოფილებას. და ხვდება, რომ ასე მოქმედება არ შეიძლება. ასე ყოფნა არ შეიძლება. ესეთი მოქცევა არ შეიძლება და მოკლედ გაიგებს. გაიგებს რას? გაიგებს მოკრავს ყურს, რომ მოვიდა მოძღვარი ისრაელთა ერში, მოვიდა მოძღვარი პალესტინაში, მოვიდა მოძღვარი გალილეაში, მოვიდა მოძღვარი საქადაგებლად იმისა, რომ სამართლიანობაზე მაღლა დგას მოწყალება და სიყვარული. ზაქე მეზვერეს ესმის ყურში, რომ იქ მეძავი შეიწყალა უფალმა, ვინ არის ეს ადამიანი, რომ განკურნა და ალბათ ხედავს იმ მეძავს, როგორი აღდგენილი არის. აქამდე წლები მრუშობდა და ის ქალაქში ხალხშიც კი ვერ აჩნდებოდა, უფალმა განკურნა ეს ადამიანი თავისი ცოდვისაგან და რითი განკურნა? უთხრა რომ წადი და აღარ ცოდო, მოგეტევა შენი ცოდა და ისეთი ამ რო უთხრა მოწყალე ღმერთმა, რომ შენი ცოდვა მოგეტევა, გაფრინდა ადამიანი.
ანუ ღვთის სიყვარულმა და მოწყალემა გამოაფრინა ადამიანი და გამოვიდა და საზოგადოებაში ჩდება, ჩვეულებრივ ურთიერთობაში შედის, ქრისტესთან მიყვება უკან და ეს ზაქე მეზვერე უყურებს, ვინც ის ამ ისე იგი ყოფილ მეძავ ადამიანს და უამრავი ასეთი ადამიანი შეიწყალა, იმიტომ რომ უამრავ ასეთ ადამიანს აპატია. იმიტომ რომ გახსოვდეთ სახარებაში წერია და არის კიდე სხვა რომელი ქმნა იესო წინაშე მოწაფეთ ამის და რომელი არა დაწერილი არიან წიგნსა ამას. ან უამრავი რამე არის რომელიც არ დაიწერა უბრალოდ, იმიტომ რომ ის რაც დაიწერა თითო სახე საკმარისია იმისთვის რომ ადამიანი მიხვდეს რომ როგორი არის ღმერთი, ანუ ქრისტე როგორი არის. და ზაქე მეზვერე შინაგანად სამართლით და სიმართლით მცხოვრები თითქოს ადამიანების მიმართ ხვდება რომ ეს არის ცუდი გზა, არ არის სწორი გზა და გამოდის იმ ერში, ვისაც ეჯავრება. ამ ძალიან ეჯავრებოდა ზაქე მეზვერე, იმიტომ რომ თქვენ იცოდეთ, ძალიან მინდა კარგად აგიხსნათ ეს. გახსოვთ ხალხი იძახის ხოლმე სიმართლის თქმა არავის არ ასიამოვნებს და თქვენც ესე ხართ ხოლმე ხშირად გამიგეთ იძახი, და დღეს სოციალურ ქსელში და იმაში ხო ადამიანები ამით არიან შეპყრობილები. ყველა ხო მართალია. ხა რომელი თქვენთაგანი იტყვით, მე რო რამეს ვიტყვი, მტყუანი ვარო. რომელი თქვენთაგანი რამეს რო იძახით, უბრალოდ ეჭვით მაინც იტყვით თავდაბლათო, არ ვიცი, მე მგონი მე ესე მესმის და მე ესე ვფიქრობ. რომელი თქვენთაგანი ამბობთ ასე და ესაუბრებით ერთმანეთს, არამედ ყველა საუბრობს როგორ სიმართლით. როგორ კაცო, ეს მე რომ მოვიფიქრე, ეს არის ავტომატურად სიმართლე, ამის იქით ჭეშმარიტება არ არსებობს. ხშირად ესეთი ადამიანები, რომლებსაც საკუთარ სიმართლეში არიან ხოლმე ესე და ისე იგი დარწმუნებული, ესეთ რაღაცას იტყვიან ხოლმე, რომ სიმართლე არავის არ სიამოვნებს. სიმართლე არავის არ სიამოვნებს და ამიტომ ასეთი ადამიანები არ უყვართ. ასეთი ადამიანების გვერდში ყოფნა არავის არ უყვარს. განა იმიტომ რომ სიმართლეს ამბობენ, არა. მაგიტომ არა. იმიტომ არ უყვართ ასეთი ადამიანები, რომ თავის სიმართლეს აკერპებენ და თავისი სიმართლით უნდათ განსაჯონ სხვა ადამიანების მოქმედებები. ამიტომ არ უყვართ ასეთი ადამიანი. და ზაქე მეზვერე ამიტომ არ უყვარს ერს. იმიტომ ის არის სიმართლის, ესეთი სულისკვეთება აქვს, სიმართლის სულისკვეთება აქვს, მაგრამ გამოდის მაინც, ნახეთ, უნდა მას ქრისტეს დანახვა. შეცვლა უნდა, სხვანაირი უნდა გახდეს, მართალი კი არ უნდა იყოს. არამედ ღვთის მოწყალებას და სიყვარულს ეძებს, რომ მე თვითონაც მოწყალე და მოსიყვარულე გახდეს. გაიხსენე რაკნა? აჰა, ზოგი ნაყოფთა ჩემთა მივცე გლახაკთა, ანუ ნახევარ ჩემ ქონებას დაუბრუნებ გლახაკებს, ნახევარს და ვისაც რაიმე გამოვართვიო 4 წილად დაუბრუნებ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა დაგროვილი ქონება ზაქე მეზვერე მთლიანად უკან დააბრუნა, ანუ გაღატაკდა. რამე კი არ დაიტოვა. სახარება ამიტომ გვეუბნება მაგაზე ბოლომდე გაღატაკდა. რატომ? სიმართლით როცა ცხოვრობდა, ამ სიმართლით მოიგო კარგა ბლომად ქონება ქონდა. უმდიდრესი ადამიანი იყო, რომ სახარებაც კი აღნიშნავს, რომ ძალიან მდიდარი იყო. მაგრამ შეეხო თუ არა ქრისტე, რასაც ეძებდა, მისი გული გახდა როგორი? მოწყალე და მოსიყვარულე და გაახსენდა თავიდან ბოლომდე, რომ რა უნდა გაეკეთებინა მოკლედ და ეს თავისი მოკლედ სამართლიანობა და სიმართლე დატოვა. ეხლა ნახეთ როგორ არის, მინდა ერთ ნაწილზე კიდე გაგიმახვილოთ ყურადღება ეკლესიის წიაღში. დღეს სამყარო, რომელშიც ჩვენ გარეთ ვართ და გარეთ გვიწევს ჩვენ ყოფნა და არ გულისხმობ უბრალოდ ადამიანებს, არამედ სულისკვეთებას, რომელიც გარეთ არის, ხშირ შემთხვევაში დაინახავთ, რომ ეკლესიის წევრებზე, ქრისტიან ადამიანებზე, თქვენს სულიერდებზე და ძმებზე, თქვენს მოძღვრებზე, ხო, ხშირად არის ხოლმე ესეთი შემოტევა და რაღაცა თითქოს ფიქრობ, რომ ახლა ეს ადამიანი ხო მართალს იძახის. გამიგეთ? ანუ გახსოვდეთ ერთი რამე. კი, შეიძლება ეს მართალია და მართალს იძახის, მაგრამ გახსოვდეთ იმ ადამიანის მიმართ, ვისთანაც თქვენ სიმართლით მოიქცევით, ეს ავტომატურად გახსოვდეთ, რომ ღმერთი თქვენს მიმართაც ასე მოიქცევ. გაიგებთ თუ არ ადამიანზე მაგალითად, თქვათ ვიღაცას რამე შეეშალა, კი, შეეშალა, მაგრამ რა უნდა წამოვიდეს? ღმერთო, შეიწყალე ეს ადამიანი. ღმერთო, შენი სიყვარულით შეიწყალე ეს ადამიანი. ეს სულისკვეთება უნდა ქონდეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეკლესიაშიც კი და დამკვიდრებულია როგორი შინაგანი განცდა, იცით?
აი სამართლიანობის ზაქეს სული არის. აი ზაქეს მანამდე სანამ გამოსწორდებოდა ზაქეს სულის კვეთება არის მოკლედ ადამიანში ჩაბუდებული და რატო? მოდი ვთქვათ, რა არის სამართლიანობას რა იწვევს? იცით რა იწვევს სამართლიანობას და როგორ სამართლიანობას იცით ჭყალებში სამართლიანობას რომელიც უსამართლობაში გადადის? სამ რაღაცას გეტყვით, რომ ადამიანი იმის გამო არის თითქოს სამართლიანი, რომ უყვარს მას სამი რამე. ეს არის კომფორტში ცხოვრება, საქემეზვერე ესე ცხოვრობდა, კაი კომფორტში ცხოვრობდა, კმაყოფილების განცდა, მუდმივად კმაყოფილი უნდა იყოს ადამიანი და მესამე პატივდებული უნდა იყოს ადამიანი. აი ეს სამი რაღაცა არის, გახსოვდეთ, აი ეს სამი რაღაცა, რომელიც ადამიანს გააჩნია, მას აქვს შინაგანი განცდა იმისა, რომ ის უნდა იყოს სამართლიანი. ანუ კომფორტი, კმაყოფილების განცდა და მესამე პატივი. ეს სამი რაღაცას, ოდესაც ითხოვს ადამიანი ადამიანებისგან და ამას ეძებს, გახსოვდეთ, რომ ეს არის ზაქე მეზვერის შინაგანი განცდა. მარხვა იწყება და მარხვა რა არის? მარხვა ზუსტად ამ სამ რაღაცაზე არის უარისქმა, საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ეს აუცილებელია. ადამიანი უკმაყოფილო უნდა იყო რითი? გარემოთი კი არა, საკუთარი თავით. მეორე და მესავე. პატივი კი არ უნდა გინდოდეს, პირიქით საკუთარ უპატიობაში, თავმდაბლობაში უნდა გადახვიდე ადამიანი. აი საპირისპირო რა არის? ზაქეს სულისკვეთება და ჩვენ მარხვას ვიწყებთ. რატომ მოყავს ზაქეს მდგომარეობა უფალს? აი ამიტომ მოყავს ზუსტად. მაგრამ მოდი ვთქვათ, დღეს თქვენ რა იცით ხოლმე ადამიანებმა, აი ეკლესიის წევრებმა ხშირად იციან ხოლმე, მით უმეტეს ახალგაზრდებმა. მამაო, იცი რა ქნა რა გავაკეთო, რა ვიცხოვრობ ისე როგორც ყველანი. და ყველანი როგორ ცხოვრობენ, გითხრათ? და ყველანი როგორ ცხოვრობენ? აი ზუსტად ასე ცხოვრობენ, კომფორტის სიყვარულში, კმაყოფილების განცდა, კმაყოფილი უნდა იყოს ადამიანი და პატივი უნდა ქონდეს ადამიანს. ამის გამო ბრძოლობს დღეს ადამიანი. კომფორტი ხო რა არის? კომფორტი მოიცავს ფულს და ყველაფერს, ქონებას, ყველაფერს, იმიტომ რომ რა არის კომფორტი? კომფორტი არის, რომ ისე იგი ადამიანმა ადამიანური ძალები ნაკლები დახარჯო. არავინ არ თქვას ახლა მამა გიორგი გამოდის რაღაცე, მაგრამ ნახეთ, დღევანდელ ეპოქაში რა არის? ადამიანმა შექმნა ხელოვნური ინტელექტი, ადამიანმა შექმნა თავისთავად, თქვათ ამ ხელოვნური ინტელექტით მართული რობოტები და რატო შექმნა თუ იცი? იმიტომ რომ ეზარება თვითონ საქმის კეთება. ანუ კარგია, ნახე როგორი პატივია, აბა წარმოიდგინეთ ახლა მონები დღეს უკვე აღარ შეიძლება, გამიგეთ? ის სულისკვეთება დარჩა ადრე, ადამიანს უნდა რომ მონები ყავდეს, ეს დარჩა, ადამიანი ხო არ შეცვლილა. უბრალოდ გარემო შეიცვალა, თორე ადამიანი შინაგანად იგივე დარჩა, რაც არის, მას უნდა მონაყავდეს. როგორი მონაყავდეს? ფეხიზე, ანუ ადგომა არ უნდა და მომიტანე რა. ანუ მომემსახური, ანუ კომფორტის ზონამ რომ ადამიანი იმდენად გაზულუქდა და ადამიანი იმდენად ადამიანობაზე უარს იძახის, ფიზიკურ, ინტელექტუალურ, სულიერ შრომაზე იმდენად უარს იძახის, რომ კომფორტის ზონა შეიქმნა, მაგრამ ამავე დროს ვერ ხვდება, რომ დეგრადირებას თვითონვე დეგრადირდება. იმიტომ რომ ჯერ ფიზიკურად დეგრადირდებით, თქვენ აი ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის, რომ აი საოცარ გარემოში ხართ, სოფელში როდესაც ცხოვრობთ. თქვენ ყველაზე მთავართან გაქვთ შეხება რასთან? მიწასთან. ეს არის საოცარი, აი მიწას რო შენ თვითონ შეეხები, ანუ თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი, ანუ მაქსიმე ამხსარებელი ამბობს, რომ ყველა ქმნილებას ხო თავისი ლოგოსი აქვს და ლოგოსი რა არის, იცით? ძალა, შინაარსი ძალა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აი რა მახსენდება ხოლმე, იცით, ძალიან ისეთი გახსენებაა, მაგრამ გახსოვთ ჯარისკაცის მამაში რო არის, მიწას რო აიღებს ხელში და ესე ხელით იზა, უკვე დროაო. ისე იგი მოხნის დროაო. უკვე ანუ ისე იგი მიწა ითხოვს, უკვე გაცოცხლდაო მიწა და ითხოვს, უკვე მიხედვასო, როგორი სხვანაირი არის ადამიანი. მაგრამ აი ამ კომფორტის ზონამ და კომფორტის ძიებამ ადამიანები მიიყვანა ზუსტად საკუთარი თავის დეგრადირებამდე და ადრეც გითხარით მე. დღეს დავი პირდაპირ გეტყვით, ყველას გვინდა რომ ზაქეები ვიყოთ.
ყველა თქვენთაგას გინდათ რომ ზაქეები იყოთ, იმიტომ რომ ყველა თქვენთაგას გინდათ სამივე. და ამას რა დავარქვით, იცი, მინიმალური კომფორტი მაინც ხოლმე მქონდეს. და საუკითხვა ზღვარი ვინ გაავლო მინიმალურსა და მაქსიმალურ შორის, მითხარით ხალხო. აი რა არის, ვინ აწესებს ზღვარს კომფორტიდან გამომდინარე, ვინ აწესებს მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვარს? თქვენ ხო ხვდებით რომ ამას თქვენ თვითონ არ აწესებთ. ვინ გიწესებთ ამას? უბრალოდ დაფიქრდით და ყველაფერს მიხვდებით. და ვინც ამას გიწესებთ რა არის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი, ისინი წევენ ამას, რომ თქვენ ვერასოდეს კმაყოფილები ვერ იყოთ. დღეს რომ ერთი გაქვს რაღაცა და ხვდები რომ აი ნახე ეს რა კარგი არის და მე მგონი ამან უკვე გარკვეული კომფორტი შემიქმნა, გავა რამოდენიმე ხანი და ისევ ისინი სხვა რაღაცას გააკეთებენ, რომ ეგ კი არ არის კომფორტი. აი კომფორტი ეს არის და სად გაჩვენებენ ამას? ტელევიზორში, სად გაჩვენებენ ამას? სოციალურ ქსელში და მითხარით ამ დროს რა ხდება თქვენში? მეც მინდა. და თუ მეც მინდა არა, მაინც მეც რომ მქონდეს რა კარგი იქნება. და მე ნეტად ცოდვაა ახლა ეს რო ვინატრე, ვიფიქრე და აი ამ ოცნებებში და რაღაცა გარკვეულ გაურკვეველ რაღაცებში ადამიანის გონება წარიტაცება და ისმის კითხვა მთელი დღე ატარებს ადამიანი აი ამ ოცნებებში, ფიქრებში, კომფორტს მისდევს, კმაყოფილების განცდა უნდა, პატივში უნდა იყოს, იმიტომ რომ ნახე როგორ არის მე ეს ყველაფერი ხო სოციალურ ქსელში გამოდის, არა? აი სულ ერთი კითხვა მებადება ხოლმე ძალიან, აი ერთხელ უნდა დაუსვა ადამიანებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა რა. არ მინდა ხოლმე ვაწყენინო, მაგრამ აი უბრალოდ აი ვიღაცა თუ მეტყვით ამას რა. განსხვავებას რას გზნობთ, როდესაც აი ამ ბოლო მოდელის რაღაცა გააქვთ. ან ბრენდი რაღაცა ვიღაცამ რო გამოუშვა და ბრენდი რო დაარქვა და ანუ იმ სულისკვეთებამ იმას რომ მიანიჭა ბრენდობა, რომ ის არის ბრენდი, ანუ შენ რო რამე შეკერე, კი არა, აბა შეკერე მიდი. გეტყვი არა პლარწებსა კერავ კაცო. არა და შეკერე ნორმალური რაღაცა რა, ადამიანი ჩაიცვამს და თბილად იქნება და რის დანიშნულებაც აქვს შეასრულებს, მაგრამ ეგ არ არის ბრენდი. ვისია ბრენდი? ვინ აწესებს ამას რომ რატო ღირს რაღაცა ვიღაცის შეკერილი თქვათ, რაღაცა ამდენი დოლარი და რატო ღირს უბრალოდ ისე იგი დიასახლისის მიერ შვილისთვის შეკერილი რაღაცა რატო ღირს ასეთი დაბალი? მითხარით. აი ეს სულისკვეთებას უბრალოდ დაუკვირდით, ზაქეს სულია ეს. და ყველა თქვენთაგანი და ყველა ჩვენთაგანი ჩემი თამადობით ყველანი აი ამ სულისკვეთებაში ვართ. და არა მხოლოდ ვართ, ნახეთ ამას ვეძებთ. და არა მხოლოდ ვეძებთ, ამისთვის ბრძოლობთ. და არა მხოლოდ ბრძოლობთ, უკანონოდ ბრძოლობთ. და ამ უკანონობას მე სიმართლე დავარქვით. ამის გამო ომში ვერთვებით ერთმანეთს, წავგლიჯოთ რაღაცა, რატო უნდა წავგლიჯო ვიღაცას რაღაცა. ვიღაცის ისე იგი მიწა რატო უნდა წამოვიღო, იმიტომ რომ მე მინდა კარგად ვიცხოვრო. ვიღაცას რატო უნდა წავართვა რაღაცა, იმიტომ რომ მე მინდა კარგად და აი ეს სამი რაღაცა რაც გითხარი. პატივი, კმაყოფილება, კომფორტი, აი ეს არის თელი სულისკვეთება და ისმის კითხვა, მოდი დასვით თქვენ თავში კითხვა. ხართ თავისუფლები ამისგან? ეკლესიის წევრებო, ქრისტიანებო, ხართ თავისუფლები ამისგან? და ეხლა გავაგრძელებ შემდეგ. აი აქედან მოყვანილ რაღაცებს, რასაც თქვენ ეძებთ, ეს ყველაფერი აღარ გექნებათ. ამას ყველაფერს აქ დატოვებთ. და ეს სიმართლეა, რომელიც არ მოწონს ხალხს, რატო არ მოწონს? ეს თქვა ქრისტე. ქრისტე რომ მოვიდა რა, გახსოვთ რა სიძაღის? მელთავ ხრელი აქვთო, ანუ მელიებსო ხრელი აქვთო, თავისი სოროები აქვთო. ცის ფრინველებსო თავისი ბუდეები აქვთო, მაგრამ მეო ძეკაცისა სიძახის ღმერთს, გალაქტიკების შემოქმედ ღმერთსო, ადგილიც კი არ მაქვს იმისაო, რომ სადმე თავი მივიდრიკო, ანუ სადმე თავი შევაფარო წვიმას და ან ცხელ ხურვალე მზესო. ხლა აქ არ არის საუბარი ვინმე მართქვათ ის, რომ ისე იგი რაღაცნაირად სახლები უნდა არა, მაგრამ ხვდები თქვენ რასაც გეუნებით. ქრისტიანი ადამიანი ეხლა მე რასაც ვამბობ, თუ ვერ ხვდება ამას, რომ ეს გულის პროცესია და არა გარეგნული, თქვენ უდახვდებოდეთ ამას, რა არის კომფორტი და რას გულისხმობ ამას. პავლე მოციქული იძახის საოცარ რაღაცას და იმათო პავლეს ეკითხებიან, რომ იმათო ვისაც მემკვიდრეობით მიეცათო. ხა ვიღაცას მოგეცა ეს მემკვიდრეობით, რა ვქნათ? ასეთმა ადამიანმა რა ქნასო, იმიტომ რომ აქვს და რა გააკეთოსო და ნახეთ რა სიძახის.
ისე იცხოვროს, თითქოს არ ქონია. რას ნიშნავს ეს? ანუ მოწყალება გასცეს, როგორც ზაქე მეზვერემ. ზაქე მეზვერემ ანუ თლიანად კი არ და ანუ კი, ზაქეს სხვა ის იყო, რა ქვია, მოქცევა იყო, მაგრამ იცხოვრე ისე, თითქოს არ ქონია. მაგრამ როდესაც შენ აი ამის მოყვარული ხარ ადამიანი, ხო? აი საქმე რა არის? ამით დავასრულებ ახლა. ძალიან ბევრი ლაპარაკი შეიძლება ზაქეზე ეს არის ამოუწურავი რაღაც, მაგრამ მინდა რომ დღეს მარხვის შესასვლელში მაინც ცოტა ვიგრძნოთ რაღაცა ეს მომენტი რა. აი კომფორტს და კმაყოფილებას და პატივის რაღაცა მდგომარეობას რომ მიაღწევ ადამიანი, ხან ღმერთი უშვებს ამას ქრისტიან ადამიანზე და რაში რწმუნდება ამ დროს ადამიანი, რაში უნდა დარწმუნდა? რაც წეღანავ თქვით, რომ მათით ვერ ხარობს და ბედნიერი ვერ არის. ანუ ვეძებ, ვიპოვე, მაგრამ არა ვარ ბედნიერი. აი ეს უნდა მოხდეს ადამიანში. თქვენში თუ ეს არ მოხდა, აი სულ ვიძახი ხოლმე, აი მანქანა რო ყავდა და მე რო ძალიან მაგარი მანქანა რო იყიდე. აი მაქვს კითხვა, რამდენ ხანში გადის ის მომენტი, რომ ეგეც უკვე რო ძველია. ანუ რო უკვე აღარ გახარებს, დარწმუნებული ვარ ძალიან მალე არის ეს. იმიტომ რომ ხვდები რას, იცი, ოდიშით ამ კუთხით, გორიდან არბომდე, ესე იგი, რითი ამოხვალ დიდი განსხვავება აღარ აქვს, იმიტომ რომ ის ეფექტი, რომელიც თავში იყო, კომფორტის სიყვარული, პატივი, რომ ვიღაცამ დაგინახავ, იმასა ის მანქანა ყავს, იცი და მეც რო კმაყოფილი ვარ, ანუ კომფორტი შევიქმენი, კმაყოფილი ვარ და პატივიც მაქვს, ეგა ვინ არის ის რო ყავ მანქანა, ან ეს რაღაცა შემოფასეს და გავიდა გარკვეული პერიოდი, რამოდენიმე დრო და დამთავრდა, აღარა ვარ ისა. გამიგეთ, იმიტომ რომ ვიღაცამ უფრო უკეთესი იყიდა, ვიღაცამ უფრო უკეთესი გააკეთა და დამთავრდა ძალიან მალე და ზის ადამიანი და ფიქრობს რა გავაკეთო. აუ როგორ გითხრა, იცი, ნარკომანივით ძალიან მაგარი განცდა იყო, თუნდაც ორკვირიანი განცდა, ისეთი მაგარი განცდა იყო, რომ კომფორტი, კმაყოფილება, ადამიანები რომ განცვიფრებულები არიან, ესე რომ იყურებენ, გაიარა, ეს ვინ იყო, ნეტა რაღაცა და ორკვირიანი და იმდენად შინაგანი, აი როგორ გითხრათ, იცი, აი ამ წუთისეფრისეული სულის კვეთება შემოვიდა რა, აი ადამიანი რომელიც ნაბახუსევზე როა ხოლმე ძალიან ცუდად რო არის და აი ძლივს რომ მიდის იქამდე, რა ქვია, რომ დალიოს, ხო და აი ერთ ჭიქას რო დალევს და გინახავთ ასეთი ადამიანი რო ამოისუნთქებენ ხოლმე, ან წყალი რო წყურია ადამიანს და რაღაცა ერთ ყლუბს რო დალევს, აი ესე თითქოს აი შინაგანი სისავსით ივსება და გადის რამოდენიმე ხანი და რა ხდება? ხდება ის, რაც უნდა ხდებოდეს, აღარ არის ის და დამრჩა რა? მითხარით, აბა რა დამრჩა? აი განცდა. აი რაღაცა საოცარი კომფორტისა და პატივისა და აი ამის განცდა დამრჩა შინაგანად და ვეძებ რას? მაგას ვეძებ. და თქვენ გონიათ სხვა რამისთვის მოდის ადამიანი, უმეტესობა თქვენგანი და ჩვენგანი ეკლესიაში იცი რატომ მოდის? ერთო, კიდე მომეცი რა. იცი რა კარგი იყო ეგა. და ადამიანი მოდის მაგისთვის, იცი რა კარგი იყო. და გადაიქცა, ესე რომ თქვა, ადამიანს თვითონ შეცვლა კი არ უნდა, აქა მოდიხარ და გეუბნება ადამიანები. მაგაზე კი არა რომ შენ უკეთესი კომფორტი შეიქმნა. არ აქვს მნიშვნელოვანი ნივთიერი არა. გარემო რაღაცა ისეთი კომფორტი შეიქმნა, ამის გამო არა. აქ არისთვის უნდა მოხვიდე, იცი? ეხლა წამოვედით საპირისპიროდ. კომფორტი ისა კი არა, კომფორტი რომ დატოვო ამის გამო მოდიხარ აქ. რომ ისწავლო ის რომ ეს რო აღარ გექნება, რა უნდა გააკეთო? რომ ეს ერთ დღეს შეიძლება დამთავრდეს და სიკვდილის მერე ხო მაინც დამთავრდება. კმაყოფილების თვითკმაყოფილების განცდისთვის კი არ მოდიხარ და ფიქრობ, დედა ღმერთო, მაგარი მანქანა კი მყავს, მაგრამ ეს რა ნაძირალა ვარ რა. ეს რა ცუდი ადამიანი ვარ. ხმამაღლა არ ვიძახი, მაგრამ ჩემთვის ფიქრო, მაგრამ მოდი გააკეთე აბა ეს. როზი ხარ იმაში, რა ქვია, ტაძარში დგეხარ მსახურებაზე და გულით სადახარ. იმ შენ მანქანაში ზიხარ. იმ შენ მანქანაში ზიხარ, იმიტომ რომ იქ ყველაზე უკეთესად განიცდის საკუთარ თავს. იმ სახლში ზიხარ შენ, ანუ იმ სახლში გინდა ისე დაბრუნება, რომელიც ახალი რემონტი რო გააკეთე.
და ყველაფერი რო ესე გაწიკწიკებული ახლა აქ მოვედი გადახედე ახლა აქ ყოფნა ჯობია დროზე სახში სასწრაფოდ სახში დასასვენებლად კომფორტი ყველაფერი ანუ რა მინდა გითხრათ რა კარგად მინდა მიხვდეთ ეხა არ იფიქროთ ის რომ მამა გიორგი გამოდის იმისთვის რომ არ იქ ყოველდღიური ჩვენი ყოფითი ცხოვრება არ უნდა წარმართოთ დარწმუნებული ვარ თქვენ უკეთესად ხვდებით ახლა რაზეც ლაპარაკობ გულში რა ფთხირიალებს აი რავი როგორ გითხრათ მე ჯერ არ მინახავს ადამიანი შეიძლება ასე იყოს რამოდენიმე ადამიანი მე არ მინახავს ჯერ ადამიანი უფრო მეტად გახარებული იყოს რომ აგერ ეზიარა და გული კონდეს ისეთ მდგომარეობაში ვიდრე რომ გარეთ რომ გახვიდე და დაახვედრო მას ახალი ავტომობილი აი ამ ადამიანს ნებისმიერს რომ დააკვირდე და უთხრა რომ ოდის უფრო მეტად გახარებული იყო ეს არ ეხება მარტო ერს ეს ეხება ბერსაც ნუ ფიქრობ მარტო თქვენ გესაუბრებით ჩემ თავზეც ვაპარაკობ და სამდელოებაზეც ვაპარაკობ იმიტომ რომ ეკლესიაზე ვლაპარაკობ საკურთხევლის წინ რო დგეხარ ტრაპეზის წინ და ეგ არის შენთვის მთავარი თუ გარეთ უფრო გეგულება მთავარი რაღაც ურთიერთობები რავი რაც გინდა ქონება პატივი კომფორტი ღირსება კმაყოფილება თვითკმაყოფილება მაგრამ აი ეგ რო დგეხარ რა ძნელია იცი აბა მოდი იყავი კმაყოფილი აი ეგ რო დგეხარ აბა თქვი რომ კომფორტში ვარო აბა აქ რო დგეხარ ტრაპეზის წინ თქვი ადამიანმა რომ ისე იგი პატივში ვარო რა ის პატივი აი ამ ხელა ხარ აი შენ თუ არ დაიმდაბლებ თავს ღმერთი დაგამდაბლებს აი აქ არა მხოლოდ ტრაპეზის წინ არამედ აი აქ ვინც დგეხარ დღეს მაინც დაგვამდაბლებს ღმერთი და ქრისტიანობა კიდე ეს არის ქრისტიანობა არის ზაქეს შეცვლა არის თუ ზაქე არ შეიცვალა თუ ჩვენ როგორც ზაქეები არ შევიცვალეთ მაშინ ქრისტიანობა კარგავს თავის არსს და მნიშვნელობას პრობლემა არის ერთში სახლი და ამით ვასრულებ ეს უარ თქვა არ შეიძლება სახლი რა არის ზაქეს სახლი ზაქეს სახლი არის როგორც სული ზაქეს სულია ასევე ზაქეს სულზე ვილაპარაკეთ და ასევე რა არის მისი ოჯახობა აი რა მნიშვნელოვანი არის მამაკაცებს მეტად გეუბნებით რა მნიშვნელოვანია ოჯახის უფროსი ზაქე რომელიც შეიცვალა მისი მთელი სახლეულობა იცვლება დღეს კი ზაქეები და ძალიან მწარე ზაქეები ზრდიან პატარა ზაქეებს და ეს ზაქეს სული არის რომელიც გარეთ მერე გიბრუნდება საკუთარ შვილი და რას გეუბნება იცი კომფორტი უნდა და შენეუნები შვილო ეს კომფორტი არ არის საჭირო მაგრამ მამა შენ რო ეძებ კომფორტს შენ შეიძლება დაბალი გაქვს ის კომფორტის განსაზღვრა მაგრამ მთელი ცხოვრება გიყურებ რომ კომფორტი გინდა რომ შეიქმნა არ აქვს მნიშვნელობა დღეს შეიძლება შენ კმაყოფილი ხარ უფრო მცირედით მაგრამ შენ ხომ მასწავლე რომ კომფორტი უნდა ვეძებო შენ ხომ მასწავლე რომ კმაყოფილება უნდა ვეძებო შენ ხომ მასწავლე ის რომ პატივი უნდა ვეძებო შენ ხო ესეთი გამზარდე შენ ხო ზაქეთ გამზარდე შენ ხო არ გამზარდე იმისა რომ კომფორტი კი არა ადამიანმა შინაგანად რაღაცა გაჭირვება ვეძებო რომ გაჭირვებაში ცხოვრება ვისწავლო გაუჭირო საკუთარ თავს შენ ხომ არ მასწავლე ის რომ კმაყოფილი კი არ უნდა იყო ადამიანი არამედ შეიძლება ადამიანი საკუთარი თავის უკმაყოფილო იყო მუდმივ ზრდაში უნდა იყო არ შეიძლება თვითკმაყოფილებით ცხოვრება იმიტომ რომ ეს არის ამპარტავნების უმაღლესი გამოხატულება შენ ხომ მთელი ცხოვრება მასწავლე რომ პატივი უნდა გქონდეს და პატივით უნდა დადიოდი ადამიანი პატივს არ გულისხმობ ღირსებას რომელიც ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს მე გულისხმობ პატივს როდესაც გარეგნულად ვიქცეოდე ისე რომ მთელი ხალხი ტაშს მიკრავდეს და ამ პატივს ვეძებდე შენ ხომ მთელი ცხოვრება ასე იცხოვრე და ახლა მე მეუნები რომ ესი არა
და პირველი ვის მოუბრუნდა საკუთარი პატარა ზაქე, რომელიც გაზარდა და ნელ-ნელა გაიზარდა, ვის მოუბრუნდა და ვის ასთხოვს კომფორტს. შენ ხო მას შრომაც ვერ ასწავლე და მოგიტრიალდა და ეს შენი აღზრდილი პატარა ახალგაზრდა ზაქეს სულისკვეთებით მოგიტრიალდა და კომფორტს გთხოვს, მოგიტრიალდა და პატივს გთხოვს, მოგიტრიალდა და კმაყოფილი უნდა რომ იყოს და შენ გაქვს ამის უნარი? აი რა ხდება დღეს ჩვენს ერში. რავი, წინაპრებზე რო ლაპარაკობდით, აი ეს განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის, მიხვდით? ჩვენი წინაპარი მუდმივად ცხოვრობდა რითი? ქრისტიანული სულისკვეთებით, გამოსწორებული ზაქეს სულისკვეთებით ცხოვრობდა. იყო მათ შორის ზოგი, რა თქმა უნდა, ყველა ასეთი არ იყო, მაგრამ უდიდესი რაოდენობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა ქრისტიანული სულისკვეთებისა იყო და არ იყვნენ მაძიებელნი კომფორტისა, კმაყოფილებისა და პატივისა. აი რა გვჭირს დღეს. და როდესაც ვიტყვით ხოლმე რომ საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა და საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქვეყანაა და ამითი ტრაბახს დავიწყებთ, აი ეხლა რაზეც ვისაუბრეთ, ეს არ დაგავიწყდეთ. ჩაიხედეთ საკუთარ გულში და ხო არ აღმოაჩენთ იქ ზაქეს. ხო არ აღმოაჩენთ თან რა, ზაქე ყველაშია, მაგრამ ჭარბად, რომ ზაქეები ვართ ყველანი, ვინც ვეძებთ აი ამას. არავის ლეგვის ხეზე ასვლა არ გვინდა და ქრისტეს ხილვა არ გვინდა. უბრალოდ ცხოვრობთ, როგორათაც გვეუბნებით ხოლმე აღსარებაში, რომ მოდის ადამიანი და რა ვქნა, მამაო, ცხოვრობ ისე, როგორათაც ყველა ცხოვრობს. რა გავაკეთო, რა გავაკეთო და ქრისტიანობა კიდე გეუბნება სხვა რამეს. რას გეუბნება? წმინდანი უნდა იყო. მიხვდით რას გეუბნება? აი ორი გზა. და შენეუნები არა, ვერა, რა ვქნა. მინდა და რა ვქნა. როგორ ფიქრობთ, რა იყო ზაქეში მთავარი? მისი ცვლილება, შინაგანი, თუ ის რომ მერე რაც გააკეთა, რომ დაარიგა? ორივე. ეს არის რწმენა და საქმე. ამდენი რამის ლაპარაკი შეიძლება. დღესო დაიწყეთ, მე გულით ავარისა, მე გულით მორწმუნე ვარ დღეს. ადამიანს ამესო შეეკითხები, შე რა იცი, მე რა სარწმუნოება მაქვს და ღმერთთან რო. აგერ ზაქეს მაგალითი. და ზაქე ახლა რო გაიგრძელებინა ზაქეობა და მე თქვა რომ თქვენ რა იცით, მე ქრისტეს იმწამსო, ხო ეთქონე რანაირად აქ წამს გასო ქრისტეს. ლეღვზე თუ არ ახვიდოდი, ანუ საკუთარ თავზე მაღლა თუ არ ახვიდოდი, არ გადმოიხედებოდი, ქრისტეს არ დაინახავდი, მე სახში არ დაუძახებდი და მე არ შეიცვლებოდი და იმ დაგროვილ, ისე იგი სიმდიდრეს, რომელიც გააქვს დაგროვილი ვიღაცის ცრემლზე და ვიღაცის ტკივილზე თუ გარეთ არ გამოუტანდი და უკან არ დააბრუნებდი და სახს არ გაასუფთავებდი, როგორც სულიერ სახს, არამედ კონკრეტულ შენ სახს, მაშინ შეიძლება ეთქვა მას, მე ქრისტიანგი გულში მწამს ქრისტე კაცო, ვეთანხმები მას ყველაფერში. აი ეს არის სენი კიდე ერთი ჩვენი. მარხვაზე ხარო შეეკითხები და შე რა იცი, მე რა მარხვაზე ვარ, მე გულითავ მარხო. აი ეს ფარისევლობა. აი ზაქეს მაგალითი საოცარი არის მარხვის დაწყების წინ, აი საოცარ ამეს გვეუბნება. დამანახე საქმით. შეიცვალე, დამანახე საქმით. გამოიტანე ეს შენი სულიდან და შენი სახლიდან, გამოიტანე ის რაც დააგროვე არასწორად. მაგრამ ყველას იგივე უნდა დარჩეს, მაგრამ თან მორწმუნეც იყოს და ბევრჯერ მithქვამს და ჩვენ ვიმალებით მე რის უკან? ხატების უკან, მოწყალების თითქოს რაღაცის უკან, საქმეების უკან, ისე იგი იქ რაღაცა იმის შესაწირის უკან, ამ შესაწირის უკან, ვიმალებით მე სამწუხაროდ ეგრე აღსარებების უკან, ვიმალებით ზიარებების უკან, მაგრამ ჩვეულებრივი ზაქე ცხოვრობს ჩვენში, როგორ იცი, აი კომფორტის, პატივისა და აი მკეთილდღეობის მოყვარული სიგიჟემდე ადამიანი ცხოვრობს ჩვენში. აი ეს არის რეალობა. მარხვის განმავლობა კიდე სხვა არის. და მე მინდა უთხრა აქედან ჩვენს ემიგრანტებს მინდა მიმართო კიდე. ხშირად მათთან არის ხოლმე მწარე იქნება მათთვის დარწმუნებული ვარ, მაგრამ ამას ვიტყვი აუცილებლად. ქრისტიანობა ამერიკაშიც, ქრისტიანობა არის აფრიკაშიც,
ქრისტიანობაა ჩინეთშიც და ქრისტიანობაა ინდოეთშიც. ქრისტე მოქმედებს ისე, როგორად მას არ აქვს საზღვარი. ანუ საქართველოში და ქართველ ადამიანში არ მოქმედებს განსხვავებულად და არ მოქმედებს სხვაში. ყველასთვის არის მოცემული ცნება. ის რაც დღეს ვისაუბრეთ, ყველასთვის არის მოცემული და მოდი ღმერთს შევთხოვოთ ძალები, რომ ჩვენ ყველას მოგვეცეს ამის ზალა, რომ საკუთარი სულის სახლიდან და საკუთარი სახლებიდან გამოგვეტანოს ის, რაც მოკლედ გღუპავს და ის, რაც ქრისტეს გვაცილებს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავთ თქვენ ყოველთა თანა. ამინ.